სახელით მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როდესაც ღმერთი თავისივე შექმნილ აი ამ მატერიალურ ქაოსში, ერთგვარ ქაოსში, სტიქიებში მოწესრიგებას იწყებს, ბიბლიური წარსულის წინასწარმეტყველება, ანუ ღვთის სიტყვა წარსულსაც ეხება და აწყოსას და მომავალსაც, მოსეს გულში განცხადებულად და მერე წარმოთქმულად დაწერილი გვაქვს ჩვენ რა ვკითხულობთ წმინდა წერილში, რომ თქვა ღმერთმა იქმენ ნათელი და ეს თქვა ღმერთმა იყო სიტყვა ღვთისა, რომელიც არის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე, ანუ ის ვინც ქმნის სამყაროს, აწესრიგებს სამყაროს, პირველი მოწესრიგებული მატერია სინათლე შემოაქვს სამყაროში და ის ვისაც ჩვენ დღეს ვეზიარებით, იესო ქრისტე ერთ და იგივეა, ანუ ის და ეს ერთ და იგივე პიროვნება და ჩვენ რომ მაშინ ყოფილიყავით იქ და შეიძლება აქედანაც თქვათ, რომ გაგვიჩნდეს სურვილი, გქონდეს მოტივაცია უზარმაზარი, რომ ვადიდოთ უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავისი შიდიადით არის საშინელი ღმერთი, ქმნის ამ დიდ სამყაროს, მერე ბოლოს ქმნის ჩვენს, როგორც ქმნილების გვირგვინს და ჩვენ ვერ უჯერებთ მას რა და წყდებით მას ჩვენი საკუთარი ნებით, კვლავ მოდის ჩვენთან და ჩვენი გადარჩენისათვის უკიდურეს ზომამდე მიდის, თავის პიროვნებაში შემოყავს ადამიანური ხორცი, სული, რომლითაც სასტიკად იტანჯება თითოეული ჩვენი ცოდვების მაგივრად. და ჩვენ ეს თუ ეს ამ ყველაფერს ვაცნობიერებთ და უნდა ვაცნობიერებთ, რამე თუ ქრისტიანები ვართ, ჩვენში უნდა იყოს მოუკლებელი დიდების სურვილი ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი. და ეს კიდევ ვიმეორებ, ეს სურვილი გადაწყვეტება მთელ ყოფიერებას, დაწყებული იქიდან, როცა სამყარო იქმნება და გვესმის მისი სიტყვები დღესაც გაჟღერებული და თქვა მან ღმერთმა იქმენ ნათელი იქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, როდესაც ეკლესიის მიერ გვესმის სიტყვა ღვთისა, რომელიც დღესაც აღმოვიკითხეთ და დღესაც ითქმება. და აი ეს მდგომარეობა ქრისტიანს უნდა ქონდეს მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს, იმიტომ რომ იესო ქრისტე უცვალებელი ღმერთია, იგი წარსულშიც, აწყოშიც და მომავალშიც მარად ერთ და იგივე ღმერთია, რომელიც არის ჩვენი სასუფეველი, ჩვენი სამოთხე, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ცხოვრების საზრისიც, ჩვენი იმედიც, ყველაფერი აბსოლუტურად იესო ქრისტეა ჩვენთვის და საერთოდ მთელი სამყაროსთვის. დიდ მარხვა რჩება, ხვალე ფაქტიურად დიდ მარხვა სრულდება წმინდა 40 და შევდივართ ვნების შვიდეულში, ქრონოლოგიურადაც, ისტორიულად როგორც მოხდა, ისე ზუსტად ჩვენს გარკვეულ მოვლენებს ვიხსენებთ საღვთო ისტორიიდან და დღეს ლაზარეს 4 დღე მკვდარ ლაზარეს ვიხსენებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ არა მარტო მაშინ სპეციალურად გააკეთა უფალმა, ზოგადად იცით, რომ უფალი როცა სასწაულს ახდენს, ძალიან ხშირად მალავს ამ სასწაულს, მაგრამ დემონსტრაციულად გააკეთა ეს უდიდესი სასწაული იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ყურადღების კონცენტრირება მაშინდელი ადამიანების და დღევანდელისაც, ესე იგი, ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია მოვიდეს იესო ქრისტეზე, როგორც სიკვდილის დამარცხებელზე, ანუ ჩვენი მარადიული სიცოცხლის საფუძველზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს წმინდა წერილის როგორც ყველა საკითხავი, ისე დღევანდელი დღის საკითხავი არის ძალიან საინტერესო, სასარგებლო ჩვენი ყოველდღიური სულიერი ცხოვრების პრაქტიკისათვის, აი სწორედ იმ კონტექსტში თუ რითი უნდა ვიყოთ მოტივირებულნი, რომ მუდმივად ჩვენში იყოს დიდება უფლისა. გვახსოვს სახარებისეული ტექსტი, ეს იოანეს სახარება, როცა გაიგო რომ უფალმა რომ გაიგო რომ ლაზარე ავათარი, მეგობარი, ალბათ ეს არის მისი ახალგაზრდობის ბავშვობის მეგობარი, ასე ვთქვათ, რომ ვიცით რომ უფალი სოფელში იზრდებოდა სხვა ბავშვებთან ერთად, სამნი დაძმანი არიან, მართა, მარიამი და ლაზარე და უფალმა გაიგო ესმა იესოს, რომ არის, ესე იგი, ლაზარე ავად. და უფალი ესეთ რამეს ამბობს. ესეცნეულება არ არის სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღვთისა, რათა იდიდოს ძე ღვთისა მისგან. ერთია ისტორიული ფაქტი და მეორეა წმინდა წერილის ყოველი სიტყვის, ყოველი მოვლენის გათავისება.
და როგორ უნდა გავითავისოთ ეს სიტყვები ჩვენ? უნდა გავითავისოთ შემდეგნაირად, რომ ჩვენ უამრავი პრობლემა გვაქვს ამ სამყაროში, უამრავი განსასწრელი გვაქვს, უამრავი ტკივილი გვაქვს. ეს ბუნებრივია, რომ ადამიანი თუ თავს არ დაიბრმავებს და თუ არ უნდა რომ ილუზიაში იმყოფებოდეს, და ცხადად შეხედავს ფართეგახელილი თვალებით სამყაროს, მან იცის, რომ განსასწრელის გარეშე ეს სამყარო არ არსებობს. როგორც წესი ერთი განსასწრელი რომ თავდება იწყება მეორე, მეორე დამთავრდება იწყება მესამე, ასე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იქნება ეს, არასოდეს არ დასრულდება და განსასწრელებს თავისი მიზეზი აქვს, თავისი სხვადასხვა мотивация შეიძლება არსებობდეს თითოეული განსასწრელის არსებობისა, მაგრამ ისინი ყოველთვის არსებობენ, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია აი უფლის სიტყვები, რომ ეს ამ შემთხვევაში ავადმყოფობა როგორც განსაცდელი არ იყოს სასიკვდილი, არამედ ღვთისდიდებისათვის იყოს. ჩვენთვის კიდევ ვიმეორებ, უამრავი განსაცდელია და განსაცდელებით ვცხოვრობ და განსაცდელებით ყოფიერებთ, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განსაცდელი, გასავლელი ყველას უკლებლივ ეს არის ჩვენი გარდაცვალებაც. ანუ ყველა წვრილმანი განსაცდელიდან დაწყებული იმ თავარი მტერით, როგორც პავლე მოციქულის სიკვდილს უწოდებს, რომელიც ყველაზე მძიმე განსაცდელია ჩვენთვის, ჩვენი ახლობლებისათვის, ყველაფერი ეს განსაცდელი ჩვენ შეიძლება შევხედოთ ასე, ყველაფერი ეს გვეძლება და გვენიჭება ღვთისდიდებისათვის. რათა თან კონკრეტულად ნახეთ რომ განაბობს, რათა იდიდოს ძე ღვთისამისგან იესო ქრისტეს განკაცებული ღმერთის დიდებისათვის. აქედან დასკვნა, შენ მხოლოდ მაშინ ხარ ქრისტიანი, მხოლოდ მაშინ ვართ ქრისტიანები და მხოლოდ მაშინ ვმოწმობთ ჩვენს ქრისტიანობას, როდესაც თითოეულ განსასწრელ წვრილმანი იქნება თუ დიდი მოსულ ჩვენ ცხოვრებაში, როგორც გონიერი და თავისუფალი არსებანი გამოვიყენებთ ქრისტეს დიდებისათვის. აი ეს არის მოწამეობრივი ცხოვრება. აი როცა ჩვენ გაგვიგია რა არის მოწამეობრივი ცხოვრება, აი ეს არის. როცა ყველაფერს აბსოლუტურად, განსაკუთრებულად განსაცდელს, ანუ იმ მდგომარეობას, შენი ცხოვრების იმ წამებს, როდესაც ცუდად ხარ, როდესაც თითქოს ღმერთი როგორც ყოვლის შემძლე არ გეხმარება, როდესაც ცისკწამებენ, როცა უსამართლოდ იდევნები, როდესაც ავად ხარ, როდესაც რაღაც სტიქიები მოქმედებენ შენზე, როდესაც სიკვდილის პირას მიდიხარ, გესმით? ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც უნდა სამართლიანა შენი ცოდვების გამო ისჯები, არა აქვს მნიშვნელობა, თავარი რაღაც ცუდად ხარ, შენ მხოლოდ მაშინ ხარ ქრისტიანი, როდესაც ამ ცუდად ყოფობას ქრისტეს დიდებისათვის გამოიყენებ და ამით შენ მოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ეს არის ჩვენი ერთგულება უფლისადმი, ჩვენი მეომრული სულისკვეთება, რომელიც არასოდეს უნდა დავკარგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი წმინდა წერილს ასე შეუძლია განვსწავლოს, ასე შეუძლია გაგვაბრძნოს, ასე შეუძლია გვიკარნახოს თუ პრაქტიკაში რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. ესეთ რამეს ვკითხულობთ კიდევ. უყვარდა იესოს მართა და დაი, მისი მარიამი და ლაზარე. უყვარდა. ეხლა რა თქმა უნდა განვაზოგადოთ. აქ რა თქმა უნდა ერთი ნიუანსია, რომ ადამიანური სიყვარულიც ხო, რომ ერთად ისდებოდნენ მეგობრები, მაგრამ იესო ქრისტეს როგორც ღმერთს ყველა უყვარს, თუ ისინი მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, დაძმასავით იყო მათთვის, ჩვენზე რას ამბობს? თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, ჩვენ გვიწოდებს ძმებსაც, მე პავლე მოციქული ამას ხას უსვავს, რომ ქრისტე ჩვენ ძმებს გვიწოდებს, ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ ყველანი მართას, მარიამის და ლაზარეს მდგომარეობაში ვართ ქრისტესთან მიმართებაში. როგორც მათ უყურებ და ისე გვიყურებს ჩვენ. ამიტომ იესო ქრისტეს ჩვენც ვუყვარ ვართ. როგორც ღმერთს ვუყვარ ვართ თავისთავად ცხადია, მაგრამ მას ვუყვარ ვართ როგორც მეგობრები და როგორც დანი და ძმანი. ამიტომ ეს სიტყვები უყვარდა იესოს მართა, მარიამი და ლაზარე და გავაგრძელოთ თითოეული ჩვენგანის სახელები. ეხლა გაიგო, რომ სნეულარს ლაზარე, ის ვინც უყვარდა სნეული არის. მე ხო მართაც ეუნება ხშირად და რომ აი რო ვინც შენ გიყვარდა და ასე შემდეგ. და რას აკეთებს? მაშინღა დაადგრა, რომ გაიგო, რომ სნეულარს გაჩერდა. კი არა, იჩქარა, გაჩერდა და გაჩერდა 2 დღე. აი ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ რაღაც განსასწრელი რო გვაქვს, გვეჩვენება, რომ უფალი აყოვნებს ამ განსასწრელიდან ჩვენ გამოყვანას.
აყოვნებს და გონია რომ ან არ უყარვართ, ან მიგვატოვა, ან საერთოდ არ გვაცხოვნებს, ან საერთოდ რა ვიცი 1000 რამ ადამიანი შეიძლება ათეიზმამდე მივიდეს. ხაზგასმულია წმინდა წერილში. უყვარდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ავათარი გაჩერდა მიზან მიმართულად და ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. 2 დღე გესმით? ეს ბევრ რამეს მეტყველებს. ძალიან ხშირად, როცა შენ ცხოვრებაში რაღაც განსასწრელი მოდის, ამ განსასწრელს კიდე ჩვენ ხო დროში ვცხოვრობ, განსასწრელს თავისი განვითარება ახლავს, დროში გაწელილს, ხშირად უფალი არ ჩდება, მდუმარებს, აავლენს საკუთარ თავს. და ამას აკეთებს მიზან მიმართულად, როგორც ყოვლად ბრძენი, რომელიც ზრუნავს ჩემზე, რომ მე მხედავს არა რაღაც დროის გარკვეულ მომენტში, რომ მე ამ დროის გარკვეულ მომენტში კარგად ვიყო, არამედ მე მხედავს მარადილ პერსპექტივაში საკუთარი თავის მარჯვნივ, იქ მხედავს მე. და ჩემ ყოველ ქმედებას და ჩემი ცხოვრებისეულ ყოველ წამს აფასებს იმის და მიხედვით, ეს რამდენად მომეხმარება მე, რომ მასთან მარჯვნივ ვიყო მარჯვენით მამისა. და ძალიან ხშირ შემთხვევაში განსასწრელი რომელიც ჩვენთან არის და უფალი ამ დროს დუმს და საერთოდ არ ჩანს. ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისათვის, რომ მე ეს მჭირდება, რომ საბოლოო ჯამში დავიმკვიდრო ადგილი ქრისტეს მარჯვნივ, როგორც თავად არის მამის მარჯვნივ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ უფალმა მიგვატოვა, არამედ ეს ნიშნავს, რომ უფალი სპეციალურად დუმს და არ ავლენს საკუთარ თავს ჩემს ცხოვრებაში. უკეთო ვინმე გახსოვთ ახლა მე ესე იგი იქ სადაც უნდა გაიარონ საშიშია, სადაც უნდა მივიდნენ იქ იერუსალიმისკენ საშიშია, იმიტომ რომ მას მოკლით ემუქრებოდნენ და როცა უნდა წავიდეს მოციქულებუნებიან სად უნდა წახვიდე იქ ხო შენ გემუქრებოდნენ რომ ესე იგი მოვკლავთ და მე გახსოვთ თომა მოციქულის ისაც თუ ჩვენ წავიდეთ და მასთან ერთად მოვწყდეთ, ანუ თავგანწირული ერთგულებას ავლეს თომა მოციქული და სხვა მოციქულებიც უფლის მიმართ. უფალი აქ ესეთ რამეს ამბობს, რომ უკეთო ვინმე ვიდოდის დღისი არა წარსცეს ფერხი, რამე თუ ნათელსა ამას სოფლისასა ხედავს. და ესე იგი დღე თუ დადიხარ, ფეხს არ წამოკრავ. მაგრამ ის რომ ფიზიკურ დღეზე არ საუბრობს, შემდეგ სიტყვებში ჩანს, უკეთო ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკმეს მას, ანუ ღამე, ესე ფეხს წამოკრავს რამეს, რამე თუ ნათელი არ არის, მას შინა. აქ უკვე ხედავთ, რომ საუბარი არ არის დღის ნათელზე, მას შინა. და ამით ჩვენ უფალი მიგვანიშნებს, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ მართლა ჭეშმარიტად ღვთის მადიდებელნი ვიყოთ და აი ესეთ განსაცდელებს, როდესაც თითქოს ღმერთმა მიგვატოვა, ღირსეულად გაუძლოთ და დავინახოთ, მაშინაც კი დავინახოთ, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ ამ ნათელს შიგნით ვატარებდეთ. გარეგანი ნათელი რა არის? ყველაფერი კარგად მიდის ჩემ ცხოვრებაში. ანუ ეს ფეხს წამოსაკრავი ქვები ჩემთან არ არის, განსასწრელები არ მაქვს. ეს არის გარეგანი ნათელი. მაგრამ მე მჭირდება შინაგანი ნათელი, რომელიც სიბნელეში განმინათებს გზას. სიბნელე, როცა ქრისტე თითქოს ჩემ ცხოვრებაში არ არის, მაშინ, როცა ჩემში არის შიგნით ნათელი, ანუ როცა ჩემში იესო ქრისტე გიებს, როგორც ღმერთი, როგორც ჩემი სიცოცხლე. როცა მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემს სიცოცხლებს იესო ქრისტე, აი მაშინ ჩემთვის აღარანაირი განსასწრელი, არანაირი სიბნელე, არანაირი ქვები აღარ არსებობს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩემში მუდამ იესო ქრისტეა, ჩემში მუდამ ნათელია. და მაშინ მე რა თქმა უნდა, ყველა იმ განსაცდელს, როდესაც თითქოს ღმერთი დუმს, მე ღირსეულად უძლებ, იმიტომ რომ მე ღმერთს გარეთ აღარ მეძებ. მე ვხედავ მას ჩემში. შემდეგ უფალი ასეთ რამეს ამბობს ასევე, როცა ეუნება ლაზარეს დას, რომ მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება, ანუ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე, რომელსაც წმენეს ჩემი მოღა თუ ყდეს ცხონდესვე. ამხნევებს ლაზარეს დებს და თითოეულ ჩვენგანს, რომ ესე იგი ჩვენ როგორი განსასწრელიც არ უნდა იყოს ჩვენს გარშემო და თუ ჩვენ ქრისტეს ჩვენ შიგნით განვიცდით, მაშინ არანაირი პრობლემა ჩვენ სარწმუნოებას არ ემუქრება, მიუხედავად თქვათ უამრავი პრობლემისა გარშემო რაც არსებობს, ეს განსასწრელები ჩვენ შიგნით არ შემოდის, თვით სიკვდილიც კი ვერ ამარცხებს ამ ჩემში ამ რწმენას,
რამე თუ უფალი ამბობს, რომ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე და თუ ჩვენ რწმენა გვაქვს ქრისტესადმი, მოღა თუ კვდეს ცხონდეს, ანუ სიკვდილიც ჩემში აღარ არსებობს, იმიტომ რომც ფიზიკურად მოვკვდე, მაინც ცოცხალი ვრჩები. რატომ? იმიტომ რომ ჩემშია ის, ვინც არის ნათელი, ჩემშია ის, ვინც არის აღდგომა და ვინც არის ცხოვრება, ანუ სიცოცხლე. მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ნახეთ, ქრისტეს დიდება, მე თუ სწორად ვცხოვრობ, ქრისტეს დიდება როგორ სახეს იძენს, როგორი ჩემი ონტოლოგია, ჩემი არსი ხდება. ანუ მე ღმერთს ვადიდებ არა როგორც აქედან იქ, რა კარგია, რა კაი რაღაცები მოხდა, როგორ დამეხმარა. ხო ესე ხდება ხოლმე, ღმერთის უმეხმარება რაღაცა და მადლობა ღმერთო, აი ამ მდგომარეობიდან გადავდივარ ქრისტეს დიდების სხვა მდგომარეობაში, არსობრივ მდგომარეობაში, ონტოლოგიურ, არსობრივ, ანუ მე ღმერთს იმიტომ კი არ ვადიდებ, რომ ის გარეთ მეხმარება და რაღაც ჩემ ცხოვრებაში რაღაცებს მილაგებს, ისე როგორც მე მაწყობს და მინდა და თუმცა უფალი ყველაფერზე ზრუნავს. არამედ ის ჩემი სიცოცხლე ხდება. ფაქტობრივად ჩემთვის ქრისტეს დიდება არის ჩემივე სიცოცხლის დიდება. იმიტომ რომ მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ანუ ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა ხდება. ანუ ადამიანი ამ დროს ზებუნებრივ მდგომარეობაში გადადის, მჭრეტელობით მდგომარეობაში გადადის, განღმრთობით მდგომარეობაში გადადის. ესეთ ადამიანს რა დაამარცხებს? ესეთ ადამიანს რომელი ეშმაკი აჯობებს? ესეთი ადამიანი ესათვის განსასწრელიც აღარაფერი აღარ არის, სიკვდილიც არაფერი აღარ არის. ესეთი ადამიანი უკვე ამ სოფელშიც აღარ არის, ესეთი ადამიანი უკვე მარადისობის მოქალაქეა. და ყოველი რომელიც ცოცხალარს აგრძელებს უფალი და რწმენეს ჩემი არა მოკვდეს იგი უკუნისამდე. რას ნიშნავს? ფიზიკურად ცოცხალი რო ვარ, მაგრამ თუ ფიზიკურად კი არა, მხოლოდ არამედ ნამდვილად ცოცხალი თუ ვარ, აღარც მოვკვდები არასოდეს. ანუ ადამიანი, რომელშიც ქრისტე ცხოვრობს, ის ვეღარასოდეს გაიგებს რა არის სიკვდილი. იმიტომ რომ ის მიიძინებს, შემთხვევით არ არსებობს, ხო ესეც სიტყვა წმინდანებზე რომ ამბობენ, მიძინება. მიიძინა. ანუ როგორც ძილი არ არის პრობლემა, პირიქით სასიამოვნოა თუ დაღლილი ხარ, დიახ, ჩვენ ამ ცხოვრებისაგან დაღლილები სიამოვნებით დავიძინებთ და ღიმილით შევალთ პარადისობაში, რომელი პარადისობას თავაც იესო ქრისტეა. ანუ ჩვენ აღარ გვექნება სიკვდილის საშინელების განცდა, ის ჩვენთვის აღარ არსებობს. ამიტომ ამბობს უფალი კიდევ მეორე, ყოველი რომელიც ცოცხალ არს, არა მარტო ბიოლოგიურად, არამედ ჩვენში ქრისტეს ყოფობით, ჩვენში ქრისტეს ამ ჭეშმარიტი სიცოცხლით და რა თქმა უნდა, როცა გვწამს და რწმენეს ჩემი, არა მოკვდეს იგი უკუნისამდე. ანუ მისი სიკვდილი აღარ იარსებებს, საერთოდ უკუნისამდე, ანუ საერთოდ არ იარსებებს. და მე უცებ კითხვას ვავს, დასეკითხება და ჩვენ გწამს ესე? და მე მეკითხება, თეოდორე, გწამს შენ ესა, რასაც მე ვამბობ და მწამს მე ესა? ეს ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში აი ასეთი ცოცხალი რწმენა? ქრისტე მეკითხება, გვეკითხება, აი გწამს ესე, რასაც მე თქვენ გეუბნებით, გწამს? და ნახეთ, როგორი საფუძველთა საფუძველია ეს სიტყვები, გწამს ესე, რომ ჩვენ სარწმუნოებრივ ცხოვრებას, ჩვენ რწმენას, ჩვენ შინაგან მდგომარეობას რევიზია ჩაუტაროთ. როდის? ყოველ დღე. გწამს ესე? ქრისტე გეკითხება. ამავე დროს ამასთან ქრისტე არ არის გულგრილი ამის პარალელურად რაც ხდება, რაც მისი დაშვებით, მისი განგებულებით, მისი იმ მამობრივი ზრუნველობით, რომელიც ხანდახან მწარია და რომელთაც უნდა გავიზარდოთ, ამის პარალელურად ის როგორც განკაცებული ღმერთი თანაგვიგრძნობს ჩვენს ტკივილებში, თანაგვიგრძნობს და ამიტომაც ვკითხულობთ ამ საოცარ სიტყვებს და ცრემლოდა იესოც. გესმით? მისი განგებულებით კვდება ლაზარე. სპეციალურად დაიცადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესი განსასწრელისა დასრულებული სახე მიიღო და ფიზიკურად მომკვდარიყო. ხო? გაჩერდა. იცის რომ ცოტა ხანში ის აღდგება და მაინც ტირის, რათა ტირის. რატო? იმიტომ რომ ის ჩვენს ტკივილებს თანაელმის და ამას მე პავლე მოციქული კარგად იტყვის. ჩვენი სისხლი და ხორცი მიიღო, იმიტომ რომ მან ზუსტად თავის ტყავზე იცის, განიცდის იმას და თანაგვიგრძნობს იმაში, რასაც ჩვენ ამ ცხოვრებაში განვისთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს სიტყვები. მე გახსოვთ, ხო ლაზარე გამოდი გარეთ ამბობს და გამოვიდა მკვდარი, იგი შეკრული ხელი და ფერხი და სახვეველი და პირი მისი დაბრუნვილი იყო სუდარით, ანუ წესით უნდა გამოსულიყო, ხო, ღვთის განგებულებით გამოვიდა
და არ ქვამათი ესო. გახსენით ეგე და უტევეთ და ვიდოდეს. ნახეთ რა საინტერესო სიტყვები. ესე იგი რას ფაქტიურად სიცხეა საშინელი და პალესტინაში სიცხეა და ფაქტიურად გახსნილ მდგომარეობაშია და ეს ფაქტიურად მიწაა უკვე რა თან ისეთი. და უცების სოცხალი ადამიანი ხდება კვლავ, თავიდან იქმნება შეიძლება ასე ითქვას, განახლდება, აღდგება იგივე სხეულში, რა სხეულითაც ის იყო და ამის მერე და კიდევ ერთი სასწაული რო შეხურული და დაბორულია ვერაფერს ვერ ხედავს და უცებ ესე იგი მაინც ახერხებს და გამოდის და ეხლა ღმერთისთვის რა პრობლემა იყო, ეს სახვევები ჩამოცვენილი იყო და ასე შემდეგ ხო ადამიანებს ავალდებულებს თქვენ გახსენით. უფალი არ აკეთებს ჩვენს გასაკეთებას. უფალი აკეთებს თავის გასაკეთებას და შენ გასაკეთებას გიტოვებს შენ და კიდევ ერთი სიტყვები უტევეთ ვიდოდეს, გაუშვით წავიდეს. სად წავიდეს, კაცო? სიცოცხლე შენახარ, სადღა უნდა წავიდეს. რატო ამბობს ამ სიტყვებს? ეს წარმოედგინე შენი თავი შენახა ლაზარე. ყველა მეტაკლებად ლაზარეები ვართ, როცა რაღაც განსასწრებელი გვაქვს და უფალი რო წყალობით შემოსულა ოჯახში. ჩვენს ხსულში უпростоრ. და სამედი ხარ, როცა იცი რომ შენი სიცოცხლის წყარო თვალწინ გიდგას. სად უნდა წახვიდე? უტევეთ ვიდოდესო და საწავალ უფალო კაცო. როგორი მადლიც არ უნდა მიიღო, როგორც არ უნდა შემოვიდეს ღმერთის შენ ცხოვრებაში, როგორც ხშირად გვითქვავს, თქვენ თავისუფლებას ის არ ეხება, აი საოცრებას გაგიკეთებს, მართლმკვლელობით აღგადგენს, საოცარ მადლმოსილებას მოგცემს, ღვთის ტაძრად გაქცევს, ყოველი შენი იესო ქრისტეს სახელის ხსენებით განათდები გრიგოლ განცდელებით, მაგრამ შენ თავისუფლებას არ შეეხება, აი ამ წუთში ასე ხო ხდები, ანათებ ლოცვაში, სასწაულებს შენ თუნდაც სასწაულებს ახდენს და მეორე წუთში არჩევანის წინაშე დადგები და გეტყვის, როგორც გინდა ისე მოიქეცი, გინდა ისე, გინდა ასე. ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ პირში სული გვიდგავს, ჩვენი თავისუფლება, რომელიც ღმერთთან თანამშრომლობის საშუალებას და გადარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენივე თავისუფლება არის ის საშიში ნიჭი, რომელმაც ჩვენ დავუყოს, თუ ჩვენ მას არ გავაკონტროლებთ. ამიტომ აი როცა ხდება ხოლმე, რომ ადამიანები დიდი ხანი დაიკარგებიან ეკლესიიდან და მერე უცებ მოდიან თავიდან რო ხდება რეაბილიტაცია ხდება ღმერთი შეეხო მათგულებს და გულანთებულები მოდიან და სულ აფრთხილებ. ეს არაფერს ნიშნავს. კი, თავიდან შეგეხო ღმერთი, მოგიყვანა, დაგაყენა, შენი თავისუფლება არსად არ წასულა და ოდესღაც შენმა თავისუფლებმა აქედან წაგიყვანა და თუ კიდე წაგიყვანა, შეიძლება აღარც კი მოტრიალდე. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი თავისუფლება არასწორ გზაზე არ გადაგვიყვანოს. და პავლე მოციქულის სიტყვები მინდა დღევანდელ საკითხავიდან აღმოგიკითხოთ, ჩვენ ურყევი სამეფოს მიმღები, ანუ შეუძვრელი სამეფოს მიმღები, ანუ ჩვენ სადაც შევდივართ, ეს სამყარო ასე ცვალებადია. ჩვენ სადაც შევდივართ, ეს არის უძვრელი, შეურყეველი სამეფო, ანუ შეურყეველი აბსოლუტურ სიკეთეში. და ჩვენ ამ სამეფოს ვიღებთ, ოღონდ ჯერ გულში ვიღებთ და მერე მთლიანად მასში რეალიზდებით და როგორები უნდა ვიყოთ? თუ ჩვენ ამას ეს გვწამს და ამას განვიცდით. ვიყოთ მადლიერნი და სათანადოდ ვემსახუროთ ღმერთს მოწიწებით და შიშით. მადლიერება რომ არ კონდეს ადამიანს ვერ ცხონდება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამრევლოში ყოფნა არ არის იმ უძვრელი სამეფოს დასაწყისში, თქვენ ქრისტიანები არ აქ. უძვრელი სამეფო, ანუ შეურყეველი სამეფო, რომელიც მარადისობაში სრულად რეალიზდება, არის ეკლესია. აქ იწყება. და ეკლესია არ არის აბსტრაქცია. კონკრეტულად როგორც სამშობლო არ არის დედა და მამა, ოჯახი. აბსტრაქციები არ არის, კონკრეტულობა ახასიათებს. ის, ვინც არ არის მადლიერი სამრევლოში მყოფობის, ძმების და დების, აქ აღსრულებული ღვთისმსახურებების, სადაც არ უნდა წავიდეს, ვერსად მადლს ვერ მოიხვეჭს. იმიტომ რომ უმადურობა არის ავადმყოფობა, რომლისაგანაც უნდა განთავისუფლდე და იქ სადაც იმყოფები. ვერაფერს ვერ ისწავლის ასეთი ადამიანი, რომელსაც მადლიერება არ აქვს. პავლე მოციქულიც იმიტომ ამბობს, რომ ამ სამეფოს მიმღები უნდა მადლიერნი ვიყოთ და შესაბამისად უკვე სათნოთ ვემსახუროთ ღმერთს და მოწიწებით და შიშით. რადგან ჩვენი ღმერთი არის შთამთქმელი ცეცხლი. აქ პავლე მოციქული გვახსენებს, ღმერთი სიყვარულია, ღმერთი ჩვენთვის მოკვდა, მაგრამ იმდენად დიდი ნიჭი მოგვსა გონიერებისა და თავისუფლების და ღვთის შვილობის და იმდენად საშინელია თავისი ღმერთი თავის სიდიადით, რომ ჩვენთვის ის შთამთქმელი ცეცხლი შეიძლება გახდეს, აქ ჯოჯოხეძია უკვე მინიშნება. ანუ პავლე მოციქული გვახსენებს ჩვენს საშიშ პასუხისგებლობას. იმიტომ რომ ადამიანები ვართ
და პლუს იმიტომაც რომ ჩვენ ცოცხალი ღმერთის და განკაცებული ღმერთის წმენა მოგვეცა. ამიტომ დიდი პასუხისგებლობის წინაშე ვდგავართ. ჰაერში არ არის ჩამოკიდებული არც ერთი ქრისტიანი, ყველა ქრისტიანს თავისი ორიენტირი აქვს, ეს ორიენტირი ხილულია და ამიტომ უცე პავლე მოციქული ამბობს: გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი, ბაძავდით მათ რწმენას. თუ შენ ვერ იპოვე მოძღვარი, რომელიც გიქადაგებს ღვთის სიტყვას და პლუს რომელიც თავის ცხოვრების წესით არ გაჩვენებს იმას, რასაც გიქადაგებს, წადი და მოძებნე ისეთი მოძღვარი, რომელიც გიქადაგებს და მეორე, რომელიც თავის ცხოვრების წესით გიდასტურებს, რასაც გიქადაგებს. იმიტომ რომ თუ ასეთი მოძღვარი ვერ იპოვე, გაგახსენებთ გიორგი მთაწმიდელის სიტყვებს, მოძღვრის გარეშე ვერავინ გადარჩება. და პავლე მოციქული სწორედ აი ამ დიდებული სიტყვების მე რაზეც ლაპარაკობს, უცებ ამბობს ესეთ რამეს: გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარი, რომლებიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი, ბაძავდით მათ რწმენას. თუ ისეთი ადამიანი არ გეყოლებათ, ვისაც უნდა მიბაძოთ, პრობლემების წინაშე იქნებით. განკითხვის სული არის საშინელება, რომელსაც შეუძლია გრიგოლ ხანძთელის სიმაღლეზე რო ახვიდე, იქიდან დაგანარცხოს დაბლა. ეს არის ყველაზე საშინელი, აი ესეთი, რომელიც თითქოს არ გეტყობა, მაგრამ ის სიცოცხლეს კლავს ჩვენში. და რასაც პავლე მოციქული ამბობს 2000 წლის წინ, ჩვენ დღეს ზუსტად იგივე უნდა გავიმეოროთ, ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ, ამით იგივე პავლე მოციქულის სიტყვების მიხედვით, იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.